MGF-ის წარმომადგენლებმა ქუთაისში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ყურადღება გამახვილდა ცენტრალურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებზე. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. დასკვნით ეტაპზეა ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობის, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟის, არსებული შადრევნების განახლების და საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების სამუშაოები. ქალაქ ქუთაისში ფონდმა ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე 230 მილიონამდე საინვესტიციო მიმართულების პროექტები განახორციელა. მათგან ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, როგორიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქალაქისთვის ოლიმპიური აუზი, შენგელიას სახელობის არენის სრული რეკონსტრუქცია, რეკონსტრუირდა და აშენდა რამოდენიმე ახალი საბავშვო ბაღი და სკოლა. შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში მხოლოდ დღეის მდგომარეობით უკვე 150 მილიონ ლარზე მეტი აღირებულება პროექტების, რომელიც მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში, ძველი ქუთაისის ნაწილში, ისტორიულ ნაწილში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქუთათურებისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის და ძალიან დიდი ატრაქციაა ტურისტებისთვის. ამაში მოიაზრება ქალაქის ცენტრალური პარკი, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში გაშენდა და წარმოადგენდა არა მხოლოდ რეკრეაციულ ზონას, არამედ საზოგადო მოღვაწეების შეკრების ადგილს. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, უამრავი სპეციალისტი, სხვადასხვა ინსტიტუტი იყო ჩართული. პროექტის განვითარება მიმდინარეობდა როგორც შინაარსობრივად, ასევე ახალი დამატებითი ატრაქციების შეტანით აღნიშნულ პარკში. დღეის მდგომარეობით სამშენებლო სამუშაოების აქტიური ფაზაა. რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, როგორც იყო თუნდაც კლიმატური პირობები და ის სტიქიური მოვლენები, რომელიც მიმდინარე წელს სამწუხაროდ მოხდა ქვეყანაში, რამაც მცირე შეფერხება მისცა პარკის მშენებლობას, თუმცა ეტაპობრივი გახსნა უკვე ცენტრალური პარკის დაწყებულია. მაგალითისთვის ჩვენ ახლა ვდგევართ სრულიად ახალ შექმნილ ბულვარში, ეს არის ვალდების ხეივანი, რომელიც დაემატა პარკის ქვედა ნაწილს. ასევე არის დამატებითი სამუშაოები, რადგან ბილიკები და ტროტუარები, რომელიც არის პარკს გარეთ, შინაარსობრივად, აზრობრივად და ვიზუალურად, არქიტექტურულად, რომ ყოფილიყო პარკთან თანხვედრაში, დაემატა სამუშაოები. ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ მუნიციპალიტეტის მერის ჩართულობით და მათი ერთ-ერთი კარგი მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით მოხდება ერთი ახალი მონუმენტის, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის მონუმენტის პარკში შემოტანა და დადგმა, რაც დამატებით კიდევ ერთი ატრაქცია იქნება ამ ღირსშესანიშნავი ისტორიული ძეგლისთვის. ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი ეტაპობრივი დასრულება უკვე დაწყებულია, შესაბამისად სამშენებლო მოედანზე მობილიზებულია მუშახელი, მობილიზებულია კომპანია, ყველა ჩართული მხარე ადგილზეა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში უკვე ქუთათურებს საშუალება ექნება დატკბენ ამ ლამაზი, განახლებული და ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრალური ბულვარი. რაც შეეხება კურორტებისა და ქალაქების პროგრამის მიმდინარეობას, ქუთაისის ისტორიული 4 ქუჩა რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია როგორც შენობების, ასევე თვითონ ქუჩების მიმდინარე პროცესშია. 16-მდე შენობას უტარდება რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია. აღნიშნულ ქუჩებზე რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოწესრიგ და საკანალიზაციო სისტემები და წყალგაყვანილობა, შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანა, რათა ვიზუალური მხარე ამ ძალიან ლამაზი ქალაქის კიდევ უფრო წარმოჩინდეს და ხელშესახები გახდეს როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის, ასევე ჩამოსული ტურისტისთვის. ამ ეტაპისთვის ქუთაისის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე პროცესშია და ძირითადი ნაწილი უკვე დასკვნით ეტაპზე არის. მიმდინარეობს დენდროლოგიური სამუშაოები, რაც მოიცავს გამწვანებას, ახალი ხემცენარეების დარგვას და ხებუჩქების. ძირითადი საკომუნიკაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, გულისხმობს სანიაღვრე, ირიგაციის სისტემა და ასე შემდეგ. მედიათეკის შენობა ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელიც ასევე დასკვნით ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაირღვევა 109 ერთეული ხე და 15500-ზე მეტი ხე-ბუჩქი. ამ ეტაპისთვის დასრულებულია ვარდების ხეივანი, ასევე უკვე გაშვებულია და ფუნქციონირებს ერთი შადრევანი, რომლის მოპირკეთება სრულიად ხელით ნათალი ქვებით არის შესრულებული. ვინც მოიფიქრა ამ პარკის გაკეთება, ასე კეთილმოწყობილი რო ყოფილიყო, მან იცოცხლა დიდხანს, ეს ერთი. მეორე პარკზე ვერ გადავიდეთ ნაგებს, რომ ძალიან დაბრკოლება გამიცადეთ, მაგრამ ახლა გახარებული ვართ, რომ აი პარკი გვექნება ქუთაისს. რაც კეთება ძალიან ლამაზად, კაი არქიტექტურა, კაი ჩანაფიქრია და ისტორიულია ეს ბაღი და აღდგება ძველი სახით, ალბათ.
ხო და მე ჩვენ ბაღის კიდელები დავჯდებით სადმე და ვიბიჟავებით. ბაბუაჩემი, ბაბუაჩემი ამ სახლს დაიბადა 1932-ში. შემოუშვეს მსახიობთა ეზო ქვიოდა, იპოლიტე ხვიჩიანი, ეზო გაბრიაძე, მამაჩემი, ბაბუაჩემი, თავარაჯო, მსახიობთა ეზო იყო, ისტორიული ეზო. აი დეცკრივის წინორგი იშკარიანი. ფაჯრებიდან უყურე ბაღს და ვაკონტროლებ ფაჯრიდან. აბა, ესე კი არა. ძალიან კარგი არის, ძალიან კაი რაღაცა კეთდება. ეს ბაღია იყო ქალაქისთვის შესანიშნავი ადგილი, ტურისტებისთვის კი არა, ადგილობრივი მოსახლეობის, რა ვიცი, გასართობი. ჩვენ ახლა მე აგერ ცხოვრობ ახლოს და თითქმის ყოველდღე რამდენჯერ მიწევს გავლა გამოვლა და ადრე იყო ძალიან, რა ვიცი, არ იყო კაი მდგომარეობაში და ეხლა რაც კეთდება, ეს არის ძალიან კარგი, მივესალმები თუ რამე კარგი გაკეთდება და ყველას მოეწონება, რა თქმა უნდა და ტურისტები მით უმეტეს აღთოვანდებიან და ძალიან კაი რაღაცა კეთდება ქალაქში. მეც ამ ცენტრის მობინადრე ვარ, აქ სადღაც 100-200 მეტრში ვცხოვრობ. თითქმის ყოველდღე მიწევს აქ გავლა, გადავლა, იქეთ ბაზარია და წარმოიდგინეთ ყოველდღე უნდა გავიარო. აი უსაზღვროდ გახარებული ვარ და ველოდები ყოველ წუთს.